სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. აღდგომისათვის მღვდელმთავარი ილია მინიატისი. აღდგომილი მეუფის ღვთაებრივო მოწაფენო, მეც თქვენთან ერთად ვიხარებ. თქვენთან ერთად ვიხარებ ყოველნო ქრისტიანენო ერნო, რომელთაც ბოლოს და ბოლოს იხილეთ აღდგომის შუქმფენი დღის ჩაუქრობელი ნათელი. მაღლით სამგზის ნეტარნი გუნდნი იხარებენ. ძალთა მეუფის ტახტს გარს შემოხვეული ანგელოზნი მას საგალობელს უგალობენ. დაბლით თვით ჯოჯოხეთის ჯურღმულში ხარობენ. აღმოფრწყინვებული მზის დიდებითა და იმის ნათელი გამოცხადებით, ვისაც ცოდვილ პირველ მამათათვის დაუღამებელი დღე მოაქვს. ხარობს ეკლესია ნათლით შემოსილი საზლო ქრისტესი და საფლავიდან ვითარცა სასახლიდან აღმდგარ სასიძოს სიხარულით ეგებება. თვით გოლგოთას უცვლია იერსახე. ის იყო საშინელი ადგილი, სადაც სამწუხარო ამბავი მოხდა და საყოველთაო სიხარულის მომნიჭებელ დიად ადგილად იქცა. ჯვარი, მახვილი, ეკლის გვირგვინი, საშინელი ტანჯვის ეს უხეში იარაღები ახლა ღმრთის გამარჯვების ზეიმს ამკობენ. საფლავი ადრე ხრწნის წუხარე ალაგი, ახლა უხრწნელობის სიცოცხლე შუქმოსილ სასახლედ მოგვევლინა. ხოლო ჭრილობანი და მიზეზნი სიკვდილისა საუკუნო ცხოვრების წყაროდ ქცეულა და განიხარეს მოწაფეთა იხილეს რაიუფალი. მოზეიმე მსმენელნო, ჩვენ განვიხაროთ და ქრისტეს დიადი აღდგომის ღმრთივ ბოძებულ მადლს ხოტბა შევასხათ. როცა დაიკეტა კარიბჭენი სამოთხისა, საიდანაც ადამი გამოიდევნა, ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიღო, რომლიდანაც წყევასა და ხრწნასთან ერთად ქვეყანად სიკვდილი შემოვიდა. ის როგორც ტირანი გამეფდა ადამიანთა უბედურ მოდგომაზე, რომელიც ტანჯვით ეწეოდა მძიმე უღელს და უმძიმეს ვალს საკუთარი სიცოცხლით იხდიდა. ადამი როგორც კაცთა შორის პირველი ცოდვილი, პირველი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ყველაზე ადრე თვით ადამზე უწინ მართალი და უდანაშაულო აბელი მოკვდა თავისი შურიანი ძმის კაენის ხელით. განა სამართლიანი არ იქნებოდა, რომ გვეფიქრა, რომ სიკვდილი ისევე როგორც ცოდვა ადამისაგან დაწყებულიყო და არა აბელისაგან. ძმანო, ყოველი სამეფო მხოლოდ მაშინაა მყარი, როცა ის სამართლიანობას ეფუძნება. თუ სამართალი მეუფებს, საწყისი მეუფებისა მყარია და სუფევა მარადიული.
და პირიქით თუ ის არამყარი და უსამართლოა, მაშინ მეტად ხანმოკლეა, თუ კი ის უსამართლობით იწყება. დასაწყისი მერყევია, თუ ძალადობას ემყარება, ახლოსაა დასასრულთან. ახლა კაცთმოყვარე ღმერთის განგებულებას უმაღლესი საქმე ახლავს თან. ღმერთმა დაუშვა და პირველი მოკვდა არა შემწოდე ადამი, რაც სამართლიანი იქნებოდა, რომ გვეფიქრა, არამედ უმციკლო აბელი. სიკვდილის მეუფება უსამართლობით დაიწყო და ამიტომ საწყისიც არამდგრადია და აბელი არა მხოლოდ მოკვდა პირველი, ამასთანავე იგი მოკვდა ძმის ხელით, არა ბუნებრივი, ულმობელი სიკვდილის საშუალებით და დამნაშავედ ძალადობას მოუხმო და ამით დასასრულს მიუახლოვდა. მას ასე მსოფლიოში სიკვდილი გამეფდა, მეფობა მისი იყო უსამართლო და მოძალადული და ამიტომაც არამყარი და ხანმოკლე. აი რას ამბობს წმინდა ათანასე დიდი თავის 61 კითხვა-მიგებაში. ადამი პირველი რომ მომკვდარიყო, სიკვდილს მყარი საფუძველი ექნებოდა, რამე თუ უპირველესად შემწოდეს წაიყვანდა, მაგრამ რამდენადაც უსამართლოდ მოკვდინებული მიიღო, იმდენად მეუფება მისი სუსტია და მერყევი. თავიდანვე აღმოჩნდა, რომ სიკვდილი, თუმც ის ტირანია, მისი მეუფება ადამიანთა მოდგმაზე ზღვარდადებულია. მის ხელს დაუსხლდა ენოქი, რომელიც ცოცხლად იქნა ზიახტაცებული 60-ში. მას გაექცა ცეცხლოვანი ეტლით ზეცაში აჭრილი ელია. ელიამ თავის მხრივ სიკვდილის მეუფებისაგან იხსნა სარეფთელი ქვრივის ვაჟი, ხოლო მისმა მოწაფემ ელისემ ვაჟი სომანიტელისა. მოგვიანებით მოვიდა განკაცებული ძე ღმრთისა, ღმერთი ცხოველთა და მკვდართა, შემოსრული სიკვდილისა და მას მთელი მისი არარაობა უჩვენა. მან სიკვდილს მხოლოდ ერთი სიტყვით იაიროსის უკვე მკვდარი ასული წარსტაცა და აღადგინა ვითარცა ძილიდან. წარსტაცა ქვრივის ძე, რომელიც უკვე საფლავისაკენ მიჰქონდათ და ხელის ერთი შეხებით გააღვიძა მკვდარი ჯოჯოხეთის შინმყოფნი ლაზარე, რომელიც 4 დღის მკვდარი იყო და ჯოჯოხეთის ტყვეობაში იმყოფებოდა და ერთი შეძახილით აღადგინა. მისი გახსნილი სხეული წარსტაცა ჯოჯოხეთში იმდენ ხანს მყოფ უამრავ განსვენებულ წმინდანს და სიცოცხლე დაუბრუნა მათ და ბოლოს უფალმა დასატირანი მოკლა სიკვდილი. მესამე დღეს აღბდგარმა მკვდარეთით მისი მეუფება დაამხო. ადამის ჩაუმავლები ჩვენ ყველანი ჩიტებივით ვიყავით მომწყდებული იმ საბედისწერო ბადეში, რომელიც სიკვდილს ყველგან ჰქონდა გაშლილი. თვით იესოც იმავე ბადეში ევნო ნებით და მოკვდა, მაგრამ ბადე გაგლიჯა თავისი დიდებული აღდგომით. პირველი ამაღლდა ზეცად და სიკვდილის მეუფებისაგან გვიხსნა. საფრთხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით. შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისაითა.
ჩვენ ხსნილნი ვართ, აღარა ვართ სიკვდილის ტყვენი. ვუმზერთ მას და მისი მძვინვარე სახისა აღარ გვეშინია. ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილი საშინელი იყო ადამიანისათვის. აღდგომის შემდგომ კი ადამიანი თვითონ გახდა სიკვდილისათვის საშიში. მასაკეთ, რაც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ სიკვდილს ზლია, ქრისტეს მოწაფენი მას თამამად ამცირებდნენ. წმინდა მოწამე ყრმანი და ქალწულნი კი დასწინოდნენ. აი ზღვენი აღმდგარი მეუფისა. დიადი შენაძენი, დიადი აღდგომისა. აღსდგა ქრისტე და დათრგუნულია სიკვდილი. აღსდგა ქრისტე და შეწყდა ხსნილება. აღსდგა ქრისტე და გაბრწყინდა უკვდავება. აღსდგა ქრისტე და განიღო სამოთხის კარი. სადაა სიკვდილო საწერტევლის შენი? სადაა ჯოჯოხეთო ძლევայի შენი? ვუცხრთ როგორც მოკვდავნი, მაგრამ ავდგებით როგორც უკვდავნი. საფლავის ბნელ ჯურგმულებში ვტუსაღობდით, მაგრამ სამეუფო ჯანყის ნეტარი ნათელი იქაც აღწევს და გვაცოცხლებს. ჩვენ სიკვდილს მოველით, მაგრამ წინასწარ ვჭვრეთ და ვხედავთ ცხოვრებას, რისი პირობაც მაცხოვრის აღდგომამ დაგვიდო. ქრისტე აღსდგა უზენაესო, მძლეველო, სიკვდილისა, სასიძო ჩვენი სულებისა. ღვთაებრივო იესო, შენ მოგმართავს ეინა ჩემი, შენდან აღიმსთობ სული ჩემი, შენსკენ მოვაპყრობ ჩემს საყვარელ მსმენელთა სულებს, იქ სადაც სახარებისეული ჭეშმარიტების თესლი ჩავთესე. უხვად აწვიმე შენი ღვთაებრივი მადლი, რათა ნაყოფი ხსნისა მოვიწიოთ. შეიწირე ღვთაებრივი სიტყვა, ჩემი სიტყვები როგორც მსხვერპლი, შენი წმინდა სახელის სადიდებლად და ჩემდა აქ შეკრებულთა ცოდვილი სულების საცხოვრებლად. გონებაში გამოგვეცხადე და შენი ბრწყინვალე აღდგომის შუქით გვალხინე. თუ კი ჩვენს გულებს მაინც დასხმულს, დახშულს, ახლავე შეიჭერ შიგნით, როგორც შეიჭერ დახშულ კარებში. შენს მოწაფეებთან შენი წმინდა სულისა და ღვთაებრივი მშვიდობის მადლი მოგუბერე. კიდევ ერთხელ გვითხრი, მიიღეთ სული წმინდა, მშვიდობა თქვენთანა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.